Გვითხარით რას ერჩიან ამ სტუდენტებს, რისთვის დააკავეს და ესე იგი ქუჩაში სტენსილის გაკეთებაც უკვე საშიშია, გადაადგილებაც სამი სტუდენტის საშიშია, აღიქმება თუ არა ეს დიდი რეპრესიების ნაწილად. Projektში მადლობა ჩართვისათვის. ასევე მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. რაც შეეხება თავად ლუკა ხიზაძეს, თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ჭავჭავაძის გამზირზე. და მოხდა მისი დაკავება უკანონოდ ადმინისტრაციული წესით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა განვიმარტეს, ის არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით, ეს არის დაუმორჩილებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის ასპექტი. თავად მოცემულობა სტენსილის ხელში ჭერა და ასე შემდეგ არ წარმოადგენს სამართალდარღვევას მოგეხსენებთ. ეს არის რეალურად რეპრესიები მოქალაქეებზე და ყველაზე მეტად ისეთ ადამიანებზე ვრცელდება, რომლებიც არ უნდა იმყოფებოდნენ იზოლატორში. ლუკას წერილიც თავისი სულისკვეთებით სწორედ ამის მაჩვენებელი არის, რომ სამშობლოზე შეყვარებული ახალგაზრდა არის, თავის მეგობრებთან ერთად გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, მას არ დაურღვევია კანონი, არ გაუწევია წინააღმდეგობა, კი არა, არც სიტყვიერი შელაპარაკება მომხდარა. თავად ლუკა, როდესაც მოვინახულა იზოლატორში, ასეთი ინფორმაცია მითხრა, რომ ხელბორკილიც კი არ დაადეს. პოლიციის მანქანაში ისე ჩაუჯდა თანამშრომლებს, სამი პოლიციელი იყო, სამნი იყვნენ თვითონაც. ხო გესმით, რომ აქ რაიმე დაძაბულობა საერთოდ ადგილი არ ქონია, უბრალოდ ხელში ეჭიდა სტენსილი, სადაც ეწერა სოციალური საკითხიც, დაასრულე სიღარიბე, დაასრულე რუსული რეჟიმი, დაასრულე მილიცია, ამ შემთხვევაში მილიცია, რომელიც რეპრესიულად მოქმედებს. მისი სურვილი არის, რომ დღეს პოლიცია მოქმედებდეს, რომ კანონი იყოს დაცული. სასამართლოში რეალურად მას ჩემთან ერთად უკვე მოუწია ერთ ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით გამოსვლა. დეკემბრის თვეში იყო აღნიშნული და ძალიან დამამახსოვრდა ეს ახალგაზრდა იმით, რომ მისი პატრიოტიზმი და მისი სამშობლოსადმი სიყვარული იყო აღმატებული ყველაფერზე. მას შეუძლია წერილშიც კი ასახა, რომ ნებისმიერ დროს თავსაც კი გაწირავს სამშობლოსათვის და ასეთი მე მეუხერხულება, როგორც ადვოკატს, მე მეუხერხულება სახელმწიფოს დონეზე, როდესაც ასეთ მოქალაქეს უწევს ციხის კედლებში ყოფნა. თან რისთვის უწევს, რომ ესე იგი რამდენად უკანონოა მთელი ეს სამართალი, უსამართლო სისტემა, რომ არ შეიძლება დააკავო ადამიანი იმის გამო, რომ დაწერა დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი და ძირს სიღარიბე და მილიცია. დავასრულოთ სიღარიბე. ანუ ეს მილიციელს არ მოეწონა, რაც დაწერა ამ სამმა ბიჭმა, მერე გადაწყვიტეს, რომ დაეკავებინათ, მაგრამ ამის გამო ვერ აკავებენ და მოიგონეს, რომ მათ არ დაემორჩილა ეს ხალხი არა და დაემორჩილა. აბსოლუტურად უსამართლო სისტემას ეჯახება სამი ახალგაზრდა, ისევე როგორც არაერთი მოქალაქე ამ ქვეყნის. აი საერთოდ მთელი ეს სისტემა დაკავებიდან სასამართლო პროცესების ჩათვლით, თქვენ თქვით, რომ გაქვთ გამოცდილება ამ მასთან, თუნდაც ლუკასთან ერთად სასამართლო პროცესზე ყოფნის დეკემბერში ჯერ კიდევ. ხომ? იქაც ალბათ აქციის თემა იყო, აქციაზე ყოფნის თემა იყო, ხომ? საკითხი. აი ეს მთლიანად სისტემა კარგავს თუ არა სამართლიანობისთვის, რისთვისაც არის შექმნილი ეს ყოველგვარ აზრს საერთოდ დღეს ამ ქვეყანაში. სამწუხარო რეალობა გვაქვს, საზოგადოება ამას ყოველდღიურად თავისი თვალით ხედავს. რა ხდება სასამართლოებში, რა ხდება ქუჩაში, როგორ მოქმედებს პოლიცია, როგორი რეპრესიები ხორციელდება, კი არა, ტელეეთერით ვისარგებლო და მიმართავ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ არ გვეთანხმებიან. რამდენად მოსწონთ, როდესაც მაღალჩინოსნები დაჭერილ ადამიანს ფიზიკურად უსწორდებიან. ანუ ესეც კი წესით და რიგით მოქალაქეობრივ ვალიდან გამომდინარე უნდა განაწყობდეს პროტესტისათვის მოქალაქეს, რომ გამოდიოდეს და აღნიშნოს აპროტესტებდეს, იმიტომ რომ სასამართლოში რეალურად არის პოლიტიზირებული პროცესები. ეს უკვე პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებისათვის. მე თავად თესეუს უნივერსიტეტი, ჩემთვის თესეუს სხვა განცდებებთან არის დაკავშირებული, სუბიექტური ვარ ყოველთვის, მაგრამ სხვა განცდები მაქვს, იმიტომ რომ
ფსეუში ვასწავლით იურისტებს სწორედაც სასამართლო პრაქტიკას ინოვაციური განათლების ცენტრის სახელი და ჩემთვის აი სტომაზე როდესაც შევდივარ ლექცია ის ჩატარებას ვახდენ ასე ვთქვათ და განმარტავ რას მოიცავს კანონმდებლობა რატომ არ უნდა იყოს პირი დაკავებული თუ მისგან საფრთხე არ მომდინარეობს მით უმეტეს ამ შემთხვევაში 24-საც კიდე უმატებენ 24-ს და 48 საათის განმავლობაში ადამიანი იმყოფება უკანონო პატიმრობაში ხომ ანუ მოქალაქე რომელიც უბრალოდ აპროტესტებს იმ უსამართლობას რაც ხდება და უკეთესი მომავლისთვის იბრძვის ანუ ყველასთვის იბრძვის საკუთარი მარტო საკუთარი სხვა სამშობლოს ინტერესი არის ამ შემთხვევაში ხო წინა პლანზე წამოწეული აი ტრაგიკული ნამდვილად სისტემა არის ფაქტურად აი ყოველდღიურად როცა ვაკვირდებით ამ პროცესს სისტემა არის აგონიაში რეალურად მოქმედებები არ არის სამართლებრივად გაწერილი სწორად და პროგნოზირებაც გვიჭირს ჩვენ ადვოკატებს ჩვენ ფაქტურად სტრატეგიას სხდომაზე როცა შევდივართ იქ განსაზღვრავთ იქ ვეცნობით მტკიცებულებებს პროცესუალურადაც შეზღუდულები ვართ ამ ყველაფერში